დროების სტუდიაში საუბარი უნდა დავიწყოთ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელთან ნოდარ ხარშილაძესთან. ნოდარი რუსული ქურდული სიმღერების სპეციალისტი არ არის, უფრო მეტად სხვა თემებზე ვისაუბრებ და მათ შორის არა მარტო დღევანდელი ქართული რუსული ტიპის რეჟიმის არქიტექტურაზე, არამედ ამ არქიტექტურის სათავეში მყოფი ადამიანის განწყობებზე და რწმენაზე. ამ ხრივ სიუჟეტში ნაწილობრივ შევეხეთ მათესთან ერთად, მაგრამ მე ვფიქრობ, გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უკავშირდებოდა შათერიშვილის ღია საჯარო წერილს, სადაც როგორც წესი სარკესავით აირეკლება ხოლმე წარმოდგენები, რწმენები, განწყობები თავად ივანიშვილის. საინტერესო დეტალი არის არა მარტო ამჟამინდელი ამერიკის ხელისუფლების deep state-თან სრულად ასოცირებისა და მორჩილების კიდევ ერთხელ ხაზგასმა, არამედ თავად უკვე რუსული ხელისუფლების ბუნების მიმართ დასმული კითხვები, იმედგაცრუებული, განაწყენებული, შეშინებული ადამიანის პოზიციიდან, რატო არ აკეთებს რუსეთი ამას, როცა თურმე ეს შეუძლია და მე როგორ უნდა ვიგრძნო თავი აქ, ვის იმედზე უნდა ვიყო. ამით დავიწყოთ საუბარი, მაინტერესებს როგორ ფიქრობთ ნოდარ პირველ რიგში, რამდენად სერიოზულად ჯერა და წამს თავად ივანიშვილს იმ შეთქმულებების თეორიის, რომელზეც ააგო მთელი სახელმწიფო პოლიტიკა და რა ხდება მისი რუსეთის და პუტინის ბუნების რწმენასთან დაკავშირებით. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებ ტელემაყურებელს. ძალიან არ არის ადვილი შათერიშვილის პოლიტიკურ ბოდვებზე ისაუბრო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ბოდვის ისეთი უკიდურესი შაუბნელეთია, რომელსაც დუგინიც აღარ კადრულობს დიდი ხანია, მაგრამ მის გარჩევა შესაძლებელია. ახლა პრობლემა პირველი რა არის, პრობლემა რა ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს, შათერიშვილს და სხვა რამოდენიმეს ჯერათ იმისი, რასაც ლაპარაკობენ. ეს არ არის პროპაგანდა. შენ გონია რომ ჯერათ? მე ვიცი რომ ჯერათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რწმენა. თუმცა აი აქ იწყება უცნაური რაღაცა. ახლა მე ამაზე თქვენ გადაცემაც გქონდათ. თვითონ ტერმინი deep state ვიცით რომ თურქეთიდან მოდის პირველად 96 წლის ინციდენტი, ყველაფერი ტრამპიც საუბრობს deep state-ზე, ბრიტანეთში საუბრობს, მაგრამ მათი deep state და ჩვენი deep state განსხვავება. აი ახლა აქ არის განსხვავება. თურქული deep state-ის თეორია, თუ მინდა ტრამპის deep state-ის თეორია, ბრიტანეთის არ საუბრობს რაღაც ზესახელმწიფოებრივ მასონურ მართვაზე მსოფლიოსი. ტრამპი ამბობს, რომ მე deep state მყავს ქვეყანაში, ეს არის ბიუროკრატია, დემოკრატების მიერ დაკომპლექტებული, რომელიც თავისი ლიბერალური და ულტრალიბერალური ფასეულობების გამო ხელს მიშლენ რეფორმების განხორციელებაში. ეს არის ტრამპის deep state. თურქული deep state მაშინ იყო, რომ ეს არის რაღაც სამხედროებზე და საბანკო სექტორზე დაფუძნებული შიდა ხუნტა, რომელიც ხელს უშლის თურქეთს, ასე ვთქვათ, მოძრაობისკენ და მაშინ იყო ისლამისტებს დაეჯახა, მაშინ ეს deep state და ერბაკანის პოლიტიკიდან გაძევება მოყვა ამ პროცესს. ანუ შიდა ეს. ბრიტანეთის ხა ის იგივე ლისტრასის ინტერვიუ გვახსოვს ყველას, რომელმაც თქვა, რომ ეს deep state-ის სახით გაბატონებული ბიუროკრატია ფინანსურ სექტორში არ გვაძლევდა ჩვენ საშუალებას, რომ გაგვეხორციელებინა რეფორმები და ამიტომ დაიწყო ფინანსური კრიზისი. ანუ ეს ხალხი ამბობს, რომ deep state არის რაღაც ბიუროკრატიული შიდა, ასე ვთქვათ, ქმნილება, ანუ ადამიანები, ბიუროკრატები, რომლებიც თავისი წამსის და პროფესიონალიზმის მიხედვით არ აძლევენ პოლიტიკოსებს მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება. ეს არის შიდა ფენომენი. ბიძინა ივანიშვილი და შათერიშვილი ასე არ ფიქრობენ. მათთვის deep state არის ეს რაღაც უფრო მულტფილმებიდან და რაღაცა უკიდურესი ბოდვიდან აღებული. ისე რომ ჯერათ ეს ცუდი საბჭოთა კონსპიროლოგები რო იყო ეგეთი თეორია, რომ ეს არის რაღაც ზესახელმწიფოებრივი, არა ტრამპის, არა თურქული, არა ბრიტანეთის. ანუ ზესახე რაღაც ბნელ ოთახში ვიღაც ბნელი ბიძები ზიან და წყვიტავენ მსოფლიოს და აი მათი გადაწყვეტილებით გრენლანდიის გამო მსოფლიოს, მათ შორის მსოფლიოს თავრობებს, მსოფლიოს თავრობებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. სხვა შორის აქ, როდესაც მოითხოვეს ადამიანებმა იქნებ გაგვარკვიოთ, მიგვითითოთ, ვინ არიან კონკრეტულად ეს ადამიანებიო, ყველაზე ესეთი წყობრი თეორია, რომელსაც მათი პროპაგანდისტული მანქანა თავაზობდა საკვების სახით ინტერესის გამომხატველ ადამიანებს, ბევრს არ დაკითხულობს, ხო, რასაჭმევენ. ისინი მიუთითებდნენ BlackRock-ზე, ხო? ეს უზარმაზარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრანს, ასე ვთქვათ, ნაციონალური კორპორაცია არის, რომელიც მართავს აქტივების ძალიან დიდ ნაწილს. ამ ხრივ საინტერესო იყო, მათესაც ჰქონდა სიუჟეტში გასულ კვირას დავოში გამართული შეხვედრების დროს ჩვენი მეზობლის ალიევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება BlackRock-თან და მის პირველ პირთან მიმართებაში. ანუ ყველა გაგებით მათთვის BlackRock-ის
ალყაში ვართ ესე გამოდის რა. ანუ ალიევიც deep state-ი ანუ BlackRock-ის სკაუსი კიდე რამოდენიმე ჯგუფი ამერიკაში BlackRock-ი ოდნავ უსწრებს თავის კონკურენტებს. მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენე ისინი ვის მიიჩნევენ ამ შემთხვევაშიც და მაგ ლოგიკასაც ესენი ძალიან ღრმა შიშების ჩიხში შეყავს თუ მართლა ჯერად რასაც შენ მიმტკიცებ. გამოდის რომ ესე იგი ალიევიც BlackRock-თან მოთანამშრომლე პარტნიორი, ანუ BlackRock-ია ისიც არა? ეს ხო deep state-ია მართლა. ეს ხო არის ასე ვთქვათ ალყის მენტალიტეტი. მაშინიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი ის deep state-ის პირდაპირ აგენტად მიეჩნიეთ. ალყის მენტალიტეტი რა არის? შენ ხარ ალყაში და გიტევენ და შენ თავი უნდა დაიცვა. ხო, მაგრამ მაგ თავარი პრობლემაა, რომ ამ ალყის პირობებში მათ მთავარ მოკავშირედ მოკავშირედ მიაჩნდათ პუტინი და რუსეთი აქამდე. ახლა უკვე აქ გაჩნდა პრობლემა. ეს არ გაჩნდა ამ რწმენაში. ხო და ეგ არის რომ რაც უფრო ინტენსიურდება ალყა, მით უფრო მეტია მტრები. ეს იწყება გარე მტრებით და მე გადადის შიდა მტრებზე. ხო ხედავ, მარტო პუტინი კი არა, კაცო ღარიბაშვილი ყოფილა მოღალატე. რა პუტინზე მელაპ მაგათი ოქროს ბიჭუნა, მაგათი სიმბოლი ასე ვთქვათ, პლაკატის ბიჭი ყოფილა მოღალატე და კორუმპირებული და საშინელი. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ალყა, ყველა მტერი ხდება მე. ბოლოში მე ხამას პირდაპირ ვიტყვი რომ ეს წმენდა რომელიც დღეს დაიწყო ქართულ ოცნებაში აუცილებლად დასრულდება კობახიძის გაწმენდით. ეს წმენდების ლოგიკა ეს არის ყოველთვის ჭამს ბოლოში მას ინიცირება გაუკეთა სოფლიო ისტორიას რო შეხვდეთ აუცილებლად ამ წმენდის გარდაუვალი ლოგიკა იქნება ბოლოში ის რომ მას კობახიძე უნდა ემსხვერპლოს. ის იქნება მისი ბოლო მსხვერპლი როგორც იყო მისი დამწყები. და შესაბამისად საგარეო პოლიტიკას თუ შეხედავ როგორ დავიწყეთ თავიდან deep state იყო მხოლოდ ევროკავშირი. ევროკავშირზე ვსაუბრობ deep state. მე ამას დაემატა ამერიკის ვიღაცები. პირველი ეჭვი გაჩნდა ვიცე-პრეზიდენტ ვენსზე რომ ეგ ბიჭიც არ არის პატიოსანი და ნახევდებს. ეხა მე დაემატა ამას ტრამპის თურმე deep state ყოფილა ხო სამწუხაროდ. მე ამას ემატება ეხა ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანელები ხო რომლებმაც ესე დაეხმარა ქართულ ოცნებას ყოფ. და ეხა ბოლოში რა აღმოჩნდა რუსეთის deep state-ია. ეს განუმეორებელი ვითარება კი არ არის ესეთი 60-იან წლებში იყო ესეთი სახელმწიფო დღესაც არსებობს რა თქმა უნდა რა სხვა ფორმით ალბანეთი რომელმაც ყველას გამოუცხადა უნდობლობა ერთ-ერთი ჩინეთს ემოგებრობა და ჩინეთში დენ სიაოპინი რომ მოვიდა თქვენს რომ თქვენო კომუნისტს უღალატეთო და ჩინეთსაც ემბარგო გამოუცხადა მაშინ ალბანეთმა აქეთ და იყო ესე ჩაკეტილი და ყველას ებძოდა რა ესეთი გიჟობები მოსულა რა ყოფილი უბრალოდ მე იმისი წინს რომ ჩვენ დაგვემართა 21 საუკუნეში ესეთი გიჟობა რომ თურმე ყველა გარშემო მტრებია რაღაც ბლეკროკები და ხა ტრამპს მეტ საქმე არ აქვს რომ ვიღაც ფინანსისტად ბუღალტრებს და ეს კიდე მაკრონი და ესენი თურმე ყველანი ყავთ მუხლებზე დაყენებულები და მაშინ და ამ იმის რა ქვია გონებას უსტი შათრიშვილის იმას ვისმენთ რა ქვია ბოდვებს ვისმენთ და მაგით უნდა ვიყოთ პრობლემა მან რა არის რომ ეს რო იყოს უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი გადაუვლიდათ იგივე ბატონ ბიძინაშვილს მაგრამ ბატონ ბიძინაშვილს თავისი ღრმა გაუნათლებლობის და აი როგორი ტიპია იცი როგორი შტაბშილება დამჩა მე მასთან შეხვედრა ეს ერთხელ აურს შეხვედრა აი რაღაც სფეროში რომ ერთი წიგნი გაქვს წაკითხული და იმ წიგნს ბიბლიასავით რომ რაღაც აი კონსპირაციული თეორიები აქვს ერთად და არის ახლა ადამიანის ახლა მისი წერილები ხო ნახეთ კრედიტ სუის რო პირდაპირ აბარებს ამერიკელებს რა კავშირშია ამერიკის კრედიტზე რა ჯანდაბათ უნდა თავის მახინაციებს გადაყარა პირველი თუ უკანასკნელი ბანკია რომელიც გაკოტრდა ხო მაგრამ არა, იმიტომ რომ მისი ქონება მოეპარათ, რომელიც რაღაც 700 მილიონი იყო და კრედიტ სუისის კაპიტალიზაცია 1.6 ტრილიონი შეადარ ერთმანეთს, ხო, მხელა ბანკი გააკოტრეს რა. ეს მისი ისა. პირველი პრობლემა არის რომ მას წამს და ჯერა იმისი, რასაც შათრიშვილი წერს ერთად. მეორე პრობლემა კიდე რა არის, იცი? რომ მას ჯერა რომ ის დაისაჯა ფინანსურად. იმის გამო რომ ჩვენ დაგვიცვა ამ ომისგან და deep state-ს არ შეყვა თამაში. ამის მას ჯერა. და მისი დაჩაგვრა და მისი ფინანსური რესურსების დალუქვა მოხდა ზუსტად იმიტომ რომ საქართველოს გადაეფარა. ამის რწმენაც აქვს. ეს არის სრული ბოდვა, მაგრამ ამიჯერ. მესამე ჯერა რომ ყველაფერი დანარჩენი ზარალის რაც მოადგა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოადგა რომ მან გაბედა და deep state-ს დაუპირისპირდა. არა იმიტომ რომ რაღაც ბიძინეუშვილი დემოკრატია მე რა ეხა ეს საუდის არაბეთში არ არის დემოკრატია და აზერბაიჯანში მაგრამ ხო მაგრამ არა მე იმიტომ დამეჯახენ რომ ესე იგი მე დავეტაკე deep state-ს. და ესე გამოდის რომ იქ დაზარალდა, ფული მოაკლდა და წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა deep state-ის ხრიდან. და რის გამო? იმის გამო რომ საქართველოს დაიცვა. ეხლა ისმის ლოგიკური კითხვა. ამ თავისი ზარალის
ანაზღაურებას. შაიდან შეეცდება ბიზნესში. იმ ქვეყნიდან ხო არა, რომელიც გადაარჩინა Deep State-ისგან, ხო? აქედან მოდის ახლა ყველაფერი მიადგან ბიზნესმენებს. სხვა შორის ამას ხშირად იმეორებენ მისი მოლაპარაკე თავები, რომ ქვეყანა მასთან ვალშია. ჩვენ ყველანი ბიზნესმენებთან ვალში ვართ. რა თქმა უნდა. ეს სიტყვები არა მხოლოდ მორალური, ეს არ არის ფილოსოფიური ფორმულა, ხო? ეს არის ის, რომ როგორც კარგად გვახსოვს, ხო, თავიდან დაიწყო იქ ასლან აბაშიძე ბოლოში როგაფუშტა რეჟიმის ხო შე კარგად გემოხსნებულა, იმიტომ რომ მაშინ ზუსტად დირექტორი ყავი აჭარის ტელევიზიის თუ ორცდები, მაშინ მიადგა ბოლოში სამწუხაროდ რითი დასრულდა ბუტკეპს მიადგენ, ხო ბოლოში და ფულს ართმევდნენ, ასე თქვა, ჩვეულებრივ იმებს იქაური მაფიოზები, იმიტომ რომ ფული აღარ იყო ამოსაღები. ეხლა ამათთან მაგხრი ბევრი მითები და ლეგენდებია, ბოდი მაგ თემას ნუ შევყავ. მაგრამ მე იქ აღარ ვიყავი ბოლო ნაწილში, მაგრამ ესე მიდგომები და ასე შემდეგ თლათ ეგრე არ იყო. მაგას არ აქვს ეხლა. ამათ საუკეთესო მაგალითი არ იყო, რა თქმა უნდა, დემოკრატიული მმართველობის თუნდაც იმ პერიოდის საქართველოს. ამათ აქვს ახლა შემდეგი პრობლემა. გარედან ფულის შემოტანის შესაძლებლობა აღარ არსებობს. ევროკავშირიდან ფულს ვეღარ იღებენ, რუსეთიდან ეს გათეთრებული ფულიც არ არის იმ როდენობის, რომ ყველას ეყოს და ამასთან ერთად რუსეთთანაც პრობლემები შეექმნა. შესაბამისად ახლა წავა საკუთარი თავის ჭამა, შიდა რესურსების შეხრა. რაში გამოიხატება ეს? ფასების რეგულირების კომისია, ეს არის საბჭოთა კავშირის პირდაპირ გადმონაში და გილოცავთ, როცა სახელმწიფო რეგულირებს ფასებს, ასეთ რამე ჩინეთში სოციალისტური განვითარებულ სოციალისტებს კი არ ხდება. ჩინეთი, რომელიც ოფიციალურად კომუნისტური ქვეყანა, არ არის ფასების დარეგულირებით დაკავებული სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ ვარეგულირებთ ამას. შესაბამისად, ეს არის წინაპირობა იმისი, რომ ეხა ბიზნესს მოუჭირონ და მოუჭირონ, მაგრამ რომ ეს ფული ამოიღონ. ბიზნესმენმა უნდა აუცილებლად ამოიღოს ის ფული, რაც დაკარგა იმის გამო, რომ გმირულად გადაეფარა საქართველოს. მაგ ინიციატივას ჩემი აზრით კიდე რამდენიმე პარალელური მიზანი და ამოცალა აქვს, რომელიც ირიბად მოყვება. მათ შორის მათთან დისკუსიაში ამ ძალიან მნიშვნელოვან და ხალხისთვის აქტუალურ თემაზე შესვლის გარდაუვალობიდან გამომდინარე. ანუ შედიხარ, ხო? მათი ყოველთვის თავი პრობლემა არის ლეგიტიმურობის პრობლემა. და მათ შორის, როდესაც თემატურად პრობლემურ თემებზე მათთან საუბარს იწყებ ამაზე, თუნდაც უკიდურეს კრიტიკის სახით, ხო? ეს მათი ირიბი ლეგიტიმაციის შესაძლებლობას ისინი ასე ხედავენ, სხვა შორის პარლამენტში კომისიის ამ თემაზე შექმნა ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, იმიტომ რომ განსხვავებით იმ წინა ღალატის კომისიისგან, თუნდაც მედიის გაშუქების კუთხით, კომენტირების კუთხით ამ თემის იგნორირება უბრალოდ არ გამოვა და ეს ასე არც მოხდება. ამიტომ თავად პარლამენტშიც ამ ილუზიის შექმნის ერთ-ერთი შეშაა რა, საწვავია, რომელიც უნდა შეუკეთო. მარტივად რო ვთქვა, მე არ მგონია რომ ეს ყოფილიყო მარტივი გადაწყვეტილება, როგორც პროპაგანდისტული, ასევე რაზეც შენ საუბრობ პირველ და მთავარ არგუმენტად შემოკლებული ფულის და ხალხის უკმაყოფილების თემაში დამნაშავის დანიშვნის ამოცანიდან გამომდინარე. ხო, ანუ ის ბიზნესი უნდა დანიშნონ ახლა დამნაშავედ. იმაში, რომ თვითონ 14 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნას ისეთი კლიმატი, რომ საქართველოს ევროპასთან მიმართებაში კი არა, ჩვენს რეგიონშიც კი ყველაზე ძვირი ქვეყანა არის, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შემოსავლით. შემოსავლით, ხო, აქ ახლა ძალიან სწორი სულა იყო მათი მხრიდან პროპაგანდისტულად, იმიტომ რომ კორუფციასთან ბრძოლა აღმოჩნდა, რომ ისეთ ხალხს ებრძვიან კორუფციასთან და ვიზით გვაჯერებდნენ, რომ ისინი შეუცდომელი ხალხი იყო და ამ ქვეყნის პატრიოტები და თურმე ისინი ქვეყანაზე გადადეს ყველაფერი და ღარიბაშვილს გვერდით რო დაუდო, არაფერს არ აიღებსო, ხო, გახსოვს ბიზნესმენშვილის. მეორე რაც იყო, ეხა ეს რაღაც ომის კომისია და ოპოზიციასთან ბრძოლა და ბავშვების ციხის ჩასმა, ეს არა პოპულარული. შესაბამისად, თემის ფორმით შემოაგორი ისეთი რაღაცა, რაც კამათი რთული, ახლა ფასები რო ძვირია, ამაზე ხო ვერ ვიკამათებთ, ხო ეს ესე. ვიკამ ჩვენ თვითონ ვიძახდით, ვაჩვენებდით, ვეზებდით მიზეზებს. რა ეხლა არ მოგწონს კომისია, ანუ ფასების დაყალების წინააღმდეგ. ზუსტად ამას ვამბობდი პროპაგანდისტულად ისეთ. ხო, თუმცა ამას ეხლა ტყუილის ხო მოკლე ფეხები აქვს, ამას ვერანაირ შედეგი ვერ მოყვება ეხლა რა, შეიძლება ხელოვნურად რაღაცაზე ფასი დააწევინონ, რაღაც იმაზე, მაგრამ ფასების ფორმირება ხო არ ხდება მარტო სუპერმარკეტის მიერ, ეს ხო გრძელი პროცესია, რომელიც ტრანსპორტირებას, ლოჯისტიკას, გადასახადს, DGG-ს და მე უკვე თვითონ მაღაზიის მიერ დამატებულ ფასს, მთელი კომპლექსია. და აი ამ რთული ფაბულებისა და სტრუქტურის ახსნას, რომ ჩვენ თავი დავანებოთ, ეკონომისტები მით უმეტეს არ ვართ, მარტივი კითხვა დავსვათ, რომელზე პასუხი ხალხმა იცის. შედით იუსტიციის სახლში, მე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ მომიწია მისვლა და ნახეთ ელემენტარული მომსახურება, რომელიც უჯდებოდა ადამიანს X-ი ოდენობის თანხა, ახლა უჯდება გაორმაგებული, გასამაგებული, ზოგიერთ შემთხვევაში გაოთხმაგებული ფასები. მაშინ, როდესაც იმ შემთხვევაში მართლა არაფრის ლოჯისტიკაზე არ არის ლაპარაკი და ევროპიდან პროდუქტის ზიდვაზე და მაცივარზე და ასე შემდეგ, ხო?
იგივე, ანუ სკანერის ფული არ გაძვირებულა, ბაზები ისედაც ჩატვირთული და გამზადებული აქვთ, ამობეჭდვასა და მომსახურებაში 4-ჯერ მეტ ახდევინებს ჩვეულებრივ მოქალაქეს, არა? დამთავრებული ამბავია, ამაზე უფრო მარტივი მაგალითი, ან ჯარიმები ავიღოთ დაწყებული პარკირების იქნება თუ სხვა რამე, არა? აღარაფერს ვამბობ, ესე ვთქვათ, ქუჩაში ტროტუარზე დგომისა და ასე შემდეგ სხვა ტიპის ჯარიმების ზრდასთან მიმართებაში. ესე რომ გასაგებია, მაგრამ მინდა რომ ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ საუბრის ბოლოს. დაუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ. ხოლო საინტერესო მაინც არის დამოკიდებულების ტრანსფორმაცია პუტინის და თანამედროვე რუსეთის როლსა და ფუნქციასთან დაკავშირებით. ანუ ეს უკვე საჯაროდ პირველი შემთხვევაა, თუმცა ივანიშვილი საჯაროდ ეჭვს გამოთქვავს და გამოხატავს პუტინის დამოუკიდებელ სუვერენულ თამაშთან დაკავშირებით და უკვე ეჭვი აქვს, რომ პუტინიც deep state-ის ნაწილია, ან მასთან შეკრულად მონაწილეობს მსოფლიოს ახალგადანაწილებას. ეგ საიდან მოდის ახლა? შენ შეგახსენებ უბრალოდ 2024 წლის არჩევნების წინ იმედის პროპაგანდისტებმა და ტელეკომპანია იმედმა და მისმა რამდენიმე ჟურნალისტმა, როგორც საკუთარი ასევე კორპორატიული სოციალური ქსელების საშუალებით დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ მალე სიურპრიზს უნდა ველოდოთ აფხაზეთის და ოსეთის მიმართულებით და ელოდოთ კარგი ამბები და რაღაც. ეხლა ეს რისთან იყო? ეს ყველაფერი იმის ასე თქვა შედეგია ამ ყველაფრის. დაახლოებით 2 წლის წინ ქართულ მოცემამ დაიწყო საკმაოდ დაბალ დონეზე მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგებთან ნეიტრალურ დედაქალაქებში, ერთად სტამბოლში ხდებოდა ეს, სადაც მათ სადეს რომ რაღაც დათმობების საპირისპიროდ ინიცირება გაეკეთებინათ ფსევდოდიალოგის. აქ არ იყო, მოდი არ შევცდეთ. არ იყო საუბარი ტერიტორიის დაბრუნებებზე. საუბარი იყო იმაზე, რომ რუსებს უბრალოდ თანხმობა ეთქვათ ამ ეტაპზე, რომ დიალოგი დაეწყოთ. აი მხოლოდ ამ დიალოგის დაწყებაში ქართველებმა მზად იყო დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე წასულიყო, ყველანაირ დათმობებზე წასულიყო და რუსებმა პირველ ეტაპზე ამაზე უთხრეს თანხმობა. თუმცა აქ ხარ ამ მოხდა. რუსეთთან ეხლა თუ შენ პუტინს არ ელაპარაკები პირდაპირ და ქართული ოცნება დიდი ხანია პუტინს არ ელაპარაკება, არც მგონია როდესმე ბატონ ბიზნიანიშვილს პირდაპირ პუტინთან ქონოდა კონტაქტი. რუსეთში არის ძალიან ბევრი დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარი ძალის ცენტრებს წარმოადგენენ. ესენი იმ დაჯგუფებას, რომელსაც ელაპარაკებოდნენ, ის დაჯგუფება არ არის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი. საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არის ლავროვი და მისი დაჯგუფება, რომელმაც ეს ინიციატივა ჩაკეტა. ჩაკეტა შემდეგი არგუმენტი. ზუსტად ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ტრამპის მოსვლას ელოდებოდნენ რუსები ამერიკაში არჩევნებს და ეს მოხდა შემდეგ რამდენიმე თვეში და უკვე ტრამპის პირობებში თქვა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ ახლა უკრაინა გვაქვს სავაჭრო და ვერანაირ ასე თქვა დათმობებს თუ გინდა ილუზიურ დათმობებზე ჩვენ ამ ეტაპზე ვერ წავალთ, რომ არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ სუსტები ვართ და ვიღაცა საქართველოს. ამიტომ ჯერ თქვენ არ გვსალია თქვენი, ჯერ ჩვენ უკრაინა უნდა დავალაგოთ, ტრამპთან უნდა დავალაგოთ, მაშინ რუსებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ტრამპი რაღაც უკრაინის ნაწილებს მიცემდა და დაალაგდებოდნენ და შესაბამისად ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და დარჩა ქართული ოცნება ესე ჩალაგამოვლებული, ისიც კი ვერ მიიღეს რომ რაღაც ილუზიები შეექმნათ ხალხისთვის და ანუ მათ რაღაც საფუძველი ამ მოლოდინის სერიოზულად ჰქონდათ. და ამაზე აეწყო მთელი 24 წლის საარჩევნო კამპანიაც, ამაზე აეწყო მის ცნობილი განცხადება ჯერ კიდევ გაზაფხულზე და ამაზე აეწყო უკვე იმის შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯებიც. აი მან რა არის პრობლემა გიორგი? ანუ რუსეთი ამ ხრივ რამდენად რთული და არასანდო მოთამაშეა, რომ წირეოდენ პროპაგანდისტულ რესურსაც კი არ აძლევს ხელმოსაჭი და კი და არა და ეხლა გეტყვი რა შემაძა. რატო? იმიტომ რომ ბოლომდე გაწნეხოს, ბოლომდე ჩიხში შეიყვანოს, რითიც სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება სწორედ მოსკოვზე იმ პირობებში, როცა ყველა სხვა ცენტრი ძალაუფლების ან რეგიონალური, რომელთა მეშვეობითაც შეეძლო ეთამაშა იგივე რუსეთთან, თავადვე მოაშორებინა, ისე რომ ეხლა ცალფეხზეც ვეღარ ადგას. კი, ეგ ყველაფერი სწორია, რაც თქვი 100%-იანა, ძალიან სწორი და ასე თქვათ, ისეთი რა ქვია, ეფექტიანი ანალიზია რუსეთის, მაგრამ აქ მეორე ფაქტორიც ემატება. ეს არის უნიჭობა და უნიათობა ამათი. რომ იმ ხალხს, ვისაც ელაპარაკებოდნენ, აი ძალიან ალბათ საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსელიც კი ChatGPT-ის საშუალებით გაარკვევდა, რომ ეს ის ხალხი არ იყო, ვისაც საგარეო პოლიტიკაზე პატრუშევის სასტავი, ასე ვთქვათ, ან ნარიშკინის არ არის პასუხისმგებელი მაგ თემებზე და რუსული პოლიტიკური რუქის ნახვა არ არის რთული, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სერიოზული ნაშრომი გაკეთებული, ვირაზეა პასუხისმგებელი პუტინის რუსეთში, დღეს ვისთან რაზე უნდა მიხვიდე, ვთქვათ, ნავთობზე მიდიხარ, გაზზე მიდიხარ, საგარეო პოლიტიკაზე თუ თავდაცვის კონტრაქტზე რა. მაგ მხრივ ივანიშვილს მისმა გამოცდილებამ ცუდი როლი უთამაშა. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოსკოვში ნამუშევარი კაცისთვის, მან იცის რომ
პუტინის მოდელში ყველაფერს როგორც კი აჯდა FSB მას გონია რომ ასე იმართება მთლიანად ეს იმპერია, მათ შორის საგარეო პოლიტიკის დიდი ხანია ეგრე არ არის. შიც ისინი გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ, არა და ასე არა. არ არის განსაკუთრებით ის ჯგუფი მისთანაც ბიზნესის კონტაქტი ქონდა, ის იყო ასევე პასუხისმგებელი უკრაინის დალაგებაზე. და უკრაინა როგორ ვერ დაალაგეს რუსებმა ნახეთ და ის ჯგუფი სერიოზულად დასუსტებული ახლა და იქ ძალიან ბევრი გადალაგება მოხდა არც თუ ჯამთელი იქ ვიღაცებმა თავიც მოიკლეს ბჭყალებში მაგ ჯგუფის წარმომადგენლებმა ხო ეს მეოთხე სამართველო ცნობილი და შემდეგ ანუ მან ძალიან ამათი გათვლა თავიდანვე არასწორი იყო ის ხალხი რაც შენ თქვი ეგრო გამოვაკლოთ და გულახდილათაც რომ რაღაცდელობა ქონდათ არ იყო მათი ასე თქვაც მიხვდებოდი რომ ესენი ამას ვერ შეასრულებენ მაგრამ ეს არის ბიზნესის პრობლემა როდესაც ქვეყანაში ხრიკების, ტრიუკების, როგორც თვითონ ბატონი ბიზნესმენი დადგმაზე მიდის საუბარი, ერთსვლიანი მარტივი, ხშირად პრიმიტიული კომბინაციების ბიზნესმენი მართლაც ნიჭიერი ამაში და სამწუხაროდ დღემდე ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ოპოზიცია ამაში ვერ აყვა ბიზნესმენს, ვერ აყვა იმას გულისხმობა, რომ ვერ აჯობა. ვერ უპასუხა, მაგრამ როგორც კი ერთ სულას გაცდება და შაშიდან ჭადრაკის თამაშზე უნდა გადახვიდე და ორსვლიანი კომბინაციები უნდა გათვალო, რასაც მოიცავს საგარეო პოლიტიკა. იქ სრული კატასტროფა და ფიასკო. ვერაფერი ვერსად ვერ დაალაგა. დაწყებული ავაცახსენებელი დავით გარეჯით, რომელიც აზერებთან ირბინეს და ვერაფერი ვერ დამთავრებული რუსეთის აი ამ კომბინაციამ თუ გინდა სომხეთთან ურთიერთობაზე, თუ გინდა ტრამპთან დალაგებაზე, ხო ეხა ტრამპთან დალაგება და პაშინიანი დალაგდა, შენ რო ვერ უნდა დალაგდე ხო ამერიკის მოკავშირე. ყველაფერი ყველგან ფიასკო განიცადა. იმიტომ რომ პრიმიტიულები არიან თავისი არსით და ამას კიდე ზევიდან ემატება ეს რწმენა აი ამ deep state-ის რაღაც უაზრო ორგანიზაციის, არარსებული ორგანიზაციის, რომელიც ისევ და ისევ არაამერიკულად და ბრიტანულად და თურქულად შიდა სახელმწიფოებრივია, რომელიც ეგ შეიძლება დაიბარავო მართლა რომ რაღაცა აი ეს არის რაღაც ზე სახელმწიფოებრივი, რაღაც ნუ აი დავასრულოთ უნდა კი ბატონო